ვაწყენინოთ. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ხო ამდენი ვისაუბრეთ წმინდა მოწამე პანტელეიმონზე. აი როგორ წარმოგიდგენიათ? ვინმეს დაჩაგვრა მას შეეძლო? აი წმინდა პანტელეიმონს რო ვინმე დაეჩაგვრა. შეძლებდა? ვერ შეძლებდა. არ გააკეთებდა, ხო არ გააკეთებდა. ამიტომ მოდი დავანებოთ ვიღაცების ჩაგვრაზე ფიქსთავ პირიქით, სადაც ვინმე გაჭირებული ნახა, რომ მისი შველა ჭირდებოდა, ყველა ფეხზე წამოაყენა, ხო მართალი? ის არ გააკეთებდა ამას. არავის არ დაჩაგრავდა, არავის არ დასცინებდა, პირიქით, ყველას გულშემატკივარი იყო. ამიტომ აი ჩვენც ყველას გულშემატკივარი უნდა ვიყოთ. აბა წესიერად დაჯექი. დაჯექ წესიერად. ესე იგი, ყველას გულშემატკივარი უნდა ვიყოთ ჩვენ. ყველას ადგილზე შენს თავს უნდა აყენებდე, ხო მართალი? და ეხლა წარმოიდგინეთ, ადამიანი ძირითადად ვის ჩაგრავს? ვისაც ერევა. ვისაც ვერ ერევი, გინახიათ რომ ვინმეს ვერ ერეოდე და იმას ჩაგრავდე და დასცინოდე, იმას ვერ ჩაგრავ. და ვისაც ერევი და ფიქრობ რომ შენზე სუსტია და იმას ჩაგრავ, თქვენ ეგ ვაჟკაცობად მიგაჩნია? როგორ ფიქრობ? ვაჟკაცობაა? ეგ არის ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე. რომ თავიზე სუსტს რო ჩაგრავს. ეგ მაგას ქრისტიანობასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. იმიტომ ქრისტე შეუძლებელია ვინმე დაეჩაგრა ქრისტეს. ქრისტე რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცა, ჩვენ დაგვჩაგრავდა? არადა ყველაზე ძლიერი ის არის, ღმერთია, ყოვლის შემძლე. და ეგ არამც თუ ქრისტიანობა არ არის, რომ ვინმეს ჩაგრავ. არამედ ეგ კაცობაც არ არის. აი ვიღაცას შეიძლება ეს ვაჟკაცობად მიაჩნდეს, მე მაგარი ვარ, ვიღაც დავჩაგრე. მაგარი იციოდის ხარ? შენ რომ დაჩაგროს წამოაყენებ. გაიცანეთ ვაჟა-ფშაველას ლექსი. ის კი არ არის ბიჭობა, რომ გამაგრებდნენ, მაგრობდნენ. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავის თავად არ გოგდებ. მე იქ როგორ არის ნახე? ის კი არ არის ბიჭობა, ესე იგი დამჩაგვრელთათვის, იცი როგორ არის? დამჩაგრელებსაც წყალობდეო. ვიც მაშინ დაგიძახებდი, დაჩაგრულთათვის წყალობდეო. აი იმ დაჩაგროლს რო წამოაყენებ, მიუხედავად იმისა, შენ შეიძლება რაღაცა ნება შეგემთხვეს მაგით არა, ვიღაცა დაჩაგროლს რო გამოეკომაგები, შეიძლება ის ჩაგვრა შენზეც წამოვიდეს. მაგრამ ბიჭიც მაშინა ხარ, კაციც მაშინა ხარ, როცა იწვალებ და ვიღაცას არ მიატოვებ და რომ დასცინიან და ჩაგრავენ გვერდში დაუდგები. თორე ბიჭობა ის კი არ არის, ვინც ძლიერია იმად გვერდში რომ დადგები და შენს მხარს საუბამ და შენ რო ვიღაცას დასცინი ხარ. ეგ არ არის არც კაცობა და არც ქრისტიანობა არ არის.